საზოგადოებას ივანიშვილმა, აი მათ შორის აი პარლამენტში რაც მოაწყო მაგით. აი ბიძინა ივანიშვილი ხო, ხეები ხო უყვარს ძალიან, მცენარეები უყვარს ხო, იცით ხო, მცენარეები და დენდროპარკი და დენდროპარკი ხო. ცხოველებიც უყვარს, არა მარტო. ნუ ცხოველები არ უყვარს, მე მკითხეთ, არ უყვარს ცხოველები. არ უყვარს რაღაცა რომ მოძრაობს და თავისი ნებით რომ გადაადგილდება, მას უკვე ეს აღიზიანებს ხო, იმიტომ რომ მისი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ყველაფერი ხო. არ უყვარს, მაგრამ იძულებულია ეხა ბავშვმა თქვა რაღაცამ და ძაღლი ყავს სახში და ხო და მე იმის თქვა მინდა რომ პოლიტიკაშიც მან ააშენა ერთგვარი დენდროპარკი ხო იქ ხო ცოცხალი ადამიანები არ არიან ხო ეს არის მცენარეები აქ ჩარგავს ხო მე აქედან ამოთხრის იქით გადარგავს აი ეს არის ხო რაღაც მონოთეისტური სექტანტური რაღაცა ერთი ღმერთი და დარჩენი ყველა არის მრევლი თანაბარი მრევლია ხო? აქედან ამოთხრის იქით მისი ნების გარეშე არაფერი არ უნდა ხდებოდეს ხო? ნუ ეხა აი ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, ვინც ამაზე ხელს აწერს, ისინი ყავს იქ, ანუ პოლიტიკაში შექმნა ერთგვარი აი ეს დენდროპარკი, ხო? ეხა რაღაცა გაუჩნდება აზრი, ვიღაცას აიღებს, აქ ჩარგავს. მე არ მოეწონება აქედან ამოთხრის იქით გადარგავს, აქ სხვას ჩარგავს. აი ამ თამაშით არის დაკავებული მეტი არაფერი არ ხდება, უბრალოდ ეხა ჩვენ ამას კიდე უყურებდით რაღაცნაირად, ნაწილობრივ ირონიით, ნაწილობრივ ბრაზით, ხო? ქვეყანა განიცდის სახელმწიფოებრივი დეგრადაციის პროცესი მიდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს გადავედით ეტაპზე, როდესაც აი ამ ღმერთს, ხო, აი ამ ბიძინას, ხო, მას ხო ღმერთი გონია თავისთავი და ამ ღმერთს კიდე აღმოაჩნდა უფროსი ღმერთი, რომელიც მოსკოვში ზის. ხო? და ეხა ფაქტობრივად ჩვენ უკვე ბიძინას პრობლემა კი არა გვაქვს მარტო, ჩვენ გვაქვს აი ამ ბნელი გაგებით ღმერთი და ღმერთის პრობლემა. ანუ ამ ღმერთს ეხა იმასთან მივყავართ, ხო? აი ამ პროცესში ვართ გუშინ აი საღამ აბსოლუტური ცინიზმით განცხადება იყო რომ მიულოცა ყაველაშვილს ხო ცინიკური რომ აი პატრიოტი ნამდვილი ქართველი და რაღაცები რომ იძახა და ყველაფერი დაწყნარდება ინაგურაცია შედგება და ყველაფერი კარგად იქნება ანუ ისე ვირეშმაკობს აი წარმოიდგინეთ რას აკეთებს რანაირად იქნება ყველაფერი კარგად აი ამით რას აკეთებს იცით რომ აი მოკლე დისტანციებზე ცდილობს რომ კიდე ვიღაცას მოატყუოს რომ ყველაფერი დაალაგდება კიდე ცოტა მაცადეთ ხალხნო და აი ხვალ თუ არა ზე ყველაფერი კარგად იქნება პირველი 4 წელი ხო გახსოვთ პირველ წელს რო ცოტა მე 4 წელს საერთოდ რო ედემის ბაღი იქნებოდა საქართველოს ხო გახსოვთ იმის შემდეგ მოკლე დისტანციებზე დარბის 2018-ში სალომე ზურაბიშვილის არჩევნების წინ თუ გახსოვთ მეორე ტურის წინ რომ გამოვიდა და ესე რომ ვთქვათ თვალცრემლიანი რომ გვეხვეწებოდა ერთი წელი მომეცითო და ამ ერთ წელიწადშიო მოკლეთო ამას ვიზამ იმას ვიზამო ეხა ერთ წელზე ვეღარ დაპარა ორკვირიანი დისტანციები აქვს ეხა გამოგვიცხადა 29-მდეო როგორმეო კიდეო მაპატიეთო და 29-ის შემდეგო აი საერთოდ ისა და რისი იმედით რომ 29-ში მას გონია რომ ჩვენ ეხა ყველა საცივში ჩავდებთ თავს ხო და დაგვაუწყდება ყველაფერი და ავიტანთ ბიძინას რა აი ამ ვირეშმაკობებით აი ამ პოლიტიკური თაღლითობით არის დაკავებული რამხელაკაცი რა კი ბატონო აი აზე უნდა ვილაპარაკო ყაველაშვილი კიდე ნუ თვითონ კი ვერ ხვდება მაგრამ ტრაგიკული პერსონაჟია რა ტრაგიკომიკური უფრო სწორედ ტრაგიკული პერსონაჟია მეტი არაფერი რა